ერესი ეს არის სიტყვა, რომელიც სხვადასხვა კონტექსტში თითქმის ყველა ქრისტიანს გაგვიგია და გამოგვიყენებია, მაგრამ დაფიქრებულ ხარ თუ არა, თუ რეალურად რა შინაარსის მატარებელია ეს სიტყვა და რამდენად სწორად ვიყენებთ მას, როდესაც სხვადასხვა პიროვნებებს ერეტიკოსის ტიტულით მოვიხსენიებთ. იმისათვის, რომ სიტყვა ერესის მნიშვნელობა ქრისტიანული გადმოსახედიდან გავიაზროთ, პირველ რიგში მას ღმერთთან ურთიერთობის კუთხიდან უნდა შევხედოთ. ღმერთთან ურთიერთობა მისი პიროვნების შეცნობაზე და მასზე სწორი წარმოდგენის ჩამოყალიბებაზე გადის. ხოლო ის, რაც ამ ყველაფერს გვაშორებს და მასზე ტყუილ წარმოდგენას გვიქმნის, ერესს წარმოადგენს. ერესი ეტიმოლოგიურად არჩევანს ნიშნავს. არჩევანს, რომელიც ეკლესიის მიღმა მყოფი მცდარის სწავლების გააზრებულად მიღებას გულისხმობს. რატომ ვიყენებ სიტყვა გააზრებულად მიღებას? ამის მიზეზს ეკლესიის მიერ ერესების წინააღმდეგ ბრძოლის მცდარი შეხედულება წარმოადგენს, რომლის თანახმად ახალი სწავლების გამოჩენის შემთხვევაში ეკლესია ამ სწავლების მიმდევრებს პირდაპირ ერეტიკოსებად რაცხავდა და მათთან ურთიერთობას წყვეტდა. სინამდვილეში ერესებთან ბრძოლა საკმაოდ კომპლექსური მოვლენა იყო და ის მრავალ საფეხურს მოიცავდა. ამ საფეხურებს შორის ყველაზე გამოკვეთილ ასპექტებს საეკლესიო კრების მოწვევა, მსჯელობა, სწორი პოზიციების დაფიქსირება და მათ მოწინააღმდეგე მხარისთვის გაზიარება წარმოადგენდა. რის შედეგადაც მოწინააღმდეგე მხარეს მისი მცდარი პოზიციების უარყოფის და სინანულის საშუალება ეძლეოდა. იმ შემთხვევაში თუ ისინი ამ შემოთავაზებას უარყოფდნენ და ამის საპირისპიროდ მათი მცდარი შეხედულებების მიყოლას აირჩევდნენ, მხოლოდ ამის შემდეგ ხდებოდა მათი ეკლესიიდან განკვეთა და მათთვის ერეტიკოსის ტიტულის მიკუთვნება, რადგან მათ ეს გზა გააზრებულად აირჩიეს. ერესთან ერთად ასევე არსებობს კიდევ ერთი სიტყვა, ჰეტეროდოქსი, რომელიც ხშირად ერესთანაა გაიგივებული, თუმცა რეალურად სრულიად სხვა შინაარსის მატარებელია. ჰეტეროდოქსის პირდაპირ თარგმანს განსხვავებული რწმენა წარმოადგენს. ჰეტეროდოქს პიროვნება შესაძლოა სწამდეს ერესის, მაგრამ არ იყოს ერეტიკოსი და აქედან გამომდინარე განსხვავებით ერეტიკოსისგან, შესაძლოა მასში საღვთომადლი რაიმე ფორმით მოქმედებდეს. მოდი მოვიყვანოთ კონკრეტული მაგალითი. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც დაიბადა კათოლიკურ ქვეყანაში და მას არასდროს არაფერი სმენია ორთოდოქსული ქრისტიანობის შესახებ. მიუხედავად ამისა, ის პირნათლად მიყვება კათოლიკურ საეკლესიო ცხოვრებას, ესწრება მესას, ლოცულობს, მარხულობს და გულწრფელად წამს მისი სარწმუნოების მართებულობის. შეგვიძლია თუ არა ასეთ პიროვნებას ერეტიკოსი უწოდოთ? არა, არ შეგვიძლია, რადგან ამ პიროვნებას ორთოდოქსულ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის არჩევანი არ გაუკეთებია, არამედ მან ის კულტურულად მიიღო. ერეტიკოსმა კი პირიქით, მათ შორის გააზრებული არჩევანი გააკეთა. ასე რომ, თუ ადამიანი არის ჰეტეროდოქსი, მას აქვს მცდარი წარმოდგენა ღმერთის შესახებ, მაგრამ ეს მის დანაშაულს არ წარმოადგენს. მაგრამ თუ ადამიანი არის ერეტიკოსი, ეს ნიშნავს იმას, რომ მან ეს პოზიცია გააზრებულად აირჩია და შესაბამისად, მას სრული პასუხისმგებლობას ეკისრება. დღეისათვის სულ ეს იყო. მომდევნო ეპიზოდში ქრისტიანობის ისტორიაში ყველაზე გამორჩეულ ერესებზე ვისაუბრებ და დაგანახებთ თუ რა გავლენას ახდენდნენ ისინი ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. თუ მოგეწონათ დღევანდელი ეპიზოდი, ვიდეოს გაზიარება და ლაიქი არ დაგაუწყდეთ. ასევე კომენტარებში გამიზიარეთ თქვენი შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით და ვნახოთ თუ რამდენად ამ ხვედრაში ვართ ერთმანეთთან. მომავალ შეხვედრამდე.